სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ჭრების დროითი მოცულობა შესაძლოა შემცირდეს. როგორც პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გახდა ცნობილი, მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით 2015 წელს სარეკლამო ჭრა 1 საათის განმავლობაში არაუმეტეს 15 წუთი იქნება. პროექტის ინიციატორი კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მათი განცხადებით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება სატელეკომუნიკაციო და მედია სფეროში არსებულ დირექტივებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციას გულისხმობს და ამ თვალსაზრისით გათვალისწინებულია ევროპული ქვეყნების პრაქტიკა. ამ რეგულაციამ შესაძლებელია რომ გარკვეული ცვლილება კლება, რაოდენობრივი კლება რეკლამისა საათის განმავლობაში გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენი ვარაუდით მოხდება ეგრეთ წოდებულ prime time-ში სარეკლამო ფასის ზრდა, რაც არათუ სრულად დააკმაყოფილებს და შეავსებს შესაძლო დანაკარგებს კომპანიების, არამედ მეტიც გაიზრდება, უნდა გაიზარდოს შემოსავლების სარეკლამო ბაზრიდან. კანონმდებლობით მთელ ევროპაში და ყველგან ესია, რომ არის 20% შეიძლება ქონდეს დაკავებული რეკლამა. და ჩვენთან ყოველი საათი ამოღებულია და ძირითადად აი გადადის ახალ ამბებზე, გადადის რაღაც რეიტინგულ გადაცემებზე და გამოდის prime time-ში, და გამოდის prime time-ში 20% კი არა, შეიძლება 60% უკავია რეკლამას და 40% უკავია რეალურ გადაცემას. აქედან გამომდინარე არ არის ეს სწორი.